კონორ მაკრეგორი დაბრუნდა. ვერ დაბრუნდა. არ შედგა სამწუხაროდ მაკრეგორის კამბექი კი არ თვითონ ბრძოლაც საერთოდ არ შედგა და მე მგონი რავი ყველაზე ცუდი განვითარება როგორც შეიძლება განვითარება იყოს ბრძოლა ეგ მოხდა. ამაზე უარის ვარიანტი რა იყო? პიანო დაცემოდა თავზე პეტი რა. პირველივე 5 წამში გადაიგლიჯა მუხში სახსრები, ანუ ვინ ელოდა ამ განვითარებას. რა უნდა და რატო დაიწყო საერთოდ ბრძოლა ნინძას ილეთით და ნახტომში ფეხისად ბრატო მოინდომა, ნუ კი ხშირად აკეთებს მაგას და რეალურად ეგრე ხსის ხოლმე ბრძოლებს რა ქიქებით და ეგრევე ვარდება ექშენში, მაგრამ 5 წელი არ გიჩხუბია მეგობარო, 39 წლის ხარ, ფეხი მოტეხილი გაქვს აქამდე, ფეხი გაწყვეტილი გაქვს აქამდე, ცოტა მე მგონი საერთოდ მოერდებოდა ქიქებს თავიდან და არა ეგრევე ნახტომში ქიქით დაიწყო. კარგი, მოდი ეგრევე კონსპირაციული თეორიით დავიწყებ ამ ვიდეოს, რომ არის ვარაუდი ხალხისგან, რომ მაკრეგორს უკვე ქონდა მუხლის ტრავმა, სამ ბრძოლა საერთოდ შემოვიდოდა. და ჟეიმ ოფიციალური UFC-ის ტრანსლაციისას ვნახეთ, რომ რაღაც გაამეორეს მომენტი, როცა სამ შემოვიდოდა ოქტაგონზე ფეხასფრებს რო იხდიდა, ცოტა შებარბაცდა. და ეგ თვითქოს იმის დასასრულებლად, რომ უკვე ტკიოდა ფეხიო. მე ბოლომდე მაგას ავითანხმები, იქ უბრალოდ აი ფეხსაცმელზე რომ კარგად ვერ გაიხდი და რომ წაბარბაცდები, ეგეც რაღაცა იყო, ჩემი აზრით ჩვეულებრივი რამე იყო და არა ტრამვის მომასწავებელი. ასე ვნახეთ გახურებისას ბექსტეიჯში ჩოლბრად არტყავდა ქიქებს ფათზე და არანაირი პრობლემა არ ჩანდა. მაგაზეც კი ამბობენ, რომ აი გახურების ვიდეო არა, ბექსტეიჯში რო ხურდებიან, რომ აჩვენებენ ამ ბროდკასტს. სამი ქიქი დაარტყა, პირველი კარგი იყო, მეორე ცოტა შებარბაცდა სავით. ანუ კარგად ვერ დადგა ფეხი და მესამეზე საერთოდ რო დაარტყა, ეგრევე გატრიალდა რა და ნუ თეორია ისეთია, რომ მაკრეგორს უკვე ქონდა ბრძოლამდე ტრავმა და მაი უბრალოდ რომ მოეცლებინა ეს ბრძოლა, მაგითო გააკეთა. ჩვენ შეიძლება იფიქროთ, რატო გააკეთა ესე? მაკრეგორს ამ ბრძოლამდე ქონდა UFC კონტრაქტზე 2 ბრძოლა დარჩენილი. და UFC თლაც საუკეთესო დარეპყრობა მაკრეგორს ბოლო წლებია დიდი ხანია გაყინული იყავთ. ანუ ამ პერიოდში ერთხელ იყო მარტო მაკრეგორის ბრალი, რომ ვერ იბრძოლა, როცა ჩაეხსნა ჩენდლერთან ბრძოლას ფეხის ნეკათის მოტეხილობის გამო, მაგრამ აქამდე ძალიან ბევრჯერ უთქოს ბევრ ინტერვიუში, რომ უნდა ჩხუბი, მაგრამ UFC არ თავაზობდა არაფერს. და სანამ ეს UFC-ის კონტრაქტი აქვს ჩხუბები დარჩენილი, ვერაფერს ვერ იცავს სხვას, აი კრივში რომ ჩაატროს კიდე ერთი ივენთი და ბევრი ფული აიღოს, მაგრამ მსგავსი რომ აქ არ შეუძლია, რადგან UFC-თან აქვს კონტრაქტი. და ამ ხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუ ტრავმა ქონდა და მაინც შევიდა ბრძოლაში, იმიტომ რომ აი ეს ერთი ბრძოლაც მოეშორებინა კონტრაქტიდან, დარჩებოდა მხოლოდ ერთი და მე რიქებოდა თავისუფალი. და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვითანხმები, 100 მოკლებული არ არის ეს თეორია, მით უმეტეს თან აი ენთუზიაზმით და აჟიტირებაც არაფერი არ ეტყობოდა მაკრეგორს გამოსვლისას ვოკაუთის დროს და ოქტაგონშიც კი. ვიღაცამ აი body language-ის breakdown-იც გააკეთა და სულ სხვანაირი იყო მაკრეგორი ბრძოლის დაწყებამდე ოქტაგონში და შემოვიდა. ანუ წინა ნებისმიერი ჩუბი რო აიყოთ, როცა აცხადებენ მას როგორი ემოცია აქვს და რას აკეთებს და რო შეადრო დღევანდელი რა გუშინდელ რას აკეთებდა და როგორი body language-ი ქონდა, როგორი სახე ქონდა, როგორი გამოსა, აი ეს ყველაფერი შეადრო ძალიან გასხოვდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერსა მე მაინც არ ვითანხმები ამ თეორიას და მგონია რომ აი უაზრო ექსიდენტი დაემართა უშუალოდ იმ ქიქის მოქნევის დროს, ანუ როცა დადგა მარჯვენა ფეხი, მუხლი ცუდი მიმართულებით ჩავიდა და ეგრევე ნელ გამეორებაში კი ეთყობა რა, რომ ფეხს რო დგავს ეგრევე ზევით იღებს და ეცემა. ანუ მე მგონია რომ ეს თეორია თლად მართალი არ არის, მაგრამ შეიძლება რაღაც მინიმალური სიმართლე იყოს ამაში. ნუ აქ უნდა მეკითხა თქვენი ეს დაამთავრებს კარიერას თუ არა თქო, მაგრამ Twitter-ზე უკვე დაუწერია რამოდენიმე რაღაცებსაც ამოგინათებთ. ეს იყო მისი პირველივე tweet-ი, რაც ბრძოლის მერე დატვიტა. ეს იყო მეორე. ან დააპაუზეთ წასაკითხად და ეს იყო მესამე. ანუ როგორც ჩანს, დანებებას არ აპირებს და დაბრუნება უნდა მაკრეგორს. და ჩემი აზრით აი რა უნდა მოხდეს ახლა მაგას ვიტყვი. არანაირი ტრილოგია Holloway-თან და რამე მსგავსი მოეშროს ეს ტრავმა, ნახოთ ჯამდე სერიოზულია, თუ ჯვარედინია გაწყვეტილი ძალიან რთული და საბრუნებელი ტრავმაა, ეგ და დიდ პერიოდს მოითხოვს რეკავერისთვის 6 თვე მინიმუმ. 6 თვე მინიმუმ რო ვარჯიში განაახლოს. და რომელ ჩხუბში უნდა დაბრუნდეს ჩემი აზრით. აუცილებლად თოცდება მაიკლ ჩენდლერს და გავაკეთოთ მაიკლ ჩენდლერების ეს კონორ მაკრეგორი. იმ ხელა ბლაფი ქონდა მაგ ბრძოლას და იმ ხელა ისტორია აქვს უკვე, რომ ძალიან კარგი ბრძოლა იქნება. სანახაობრივ სრულგულის ხო რა თქმა უნდა. და თან მგონია რომ ჩენდლერი არის ისეთი ოპონენტი, რომელიც დამარცხებას მაკრეგორს შეუძლია. რადგან რეალურად რო ვთქვათ, ლოგიკური შედეგი ამ ბრძოლის იქნებოდა Holloway-ის გამარჯვება. და მე მგონი რომ დროადამდელი გამარჯვება, ამიტომ მიუშვათ ჩენდლერთან, მოგებადი ბრძოლა ეს მაკრეგორისთვის, იმ 5 წელი უბრძოლობის გარეშეც კი, იმიტომ რომ მაიკლ ჩენდლერს აქვს ჩუსტის IQ ბრძოლაში, მოიგოს ბოლო ბრძოლა და დაანებოს MMA-ის თავი. მე მგონი უკეთეს იქნება გადავიდეს ის კრივში და იქ გვაჩუქოს შოუები. ისე რა უცნაურია, ეს ქიქი Holloway-სთან პირველ ბრძოლაში წაკაკეთებული 13 წლის წინ და იმ ბრძოლაშიც მუხლით კი ნახონ არა მაგ მოძრაობით. ანუ ეგ switch kick იქაც გააკეთა, ოღონდ ესე გამოქანებით და რას გოინდა გავაკეთებია ჩუბის დასაწყისში. ჩუბის შუაში ამ switch kick-ს აკეთებს რა. Holloway-სთან პირველ ბრძოლაშიც მუხლი დაიზიანა მაკრეგორმა და მეორე ბრძოლაშიც. მაგრამ მაშინ იყო გაცილებით ახალგაზრდა და გაცილებით ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი მისთვის და მოახერხა გამარჯვება იმ ბრძოლაში. ეხლა კი არა 37 წლის, რომელიც ბოლოს ბრძოლა ჩაატარა 5 წლის წინ ეგეთი ადამიანი რო ასრულებ ეგეთ kicks რაბრის მოლდინი გაქვს. როცა თან ვიცით რომ წლებია უკვე მაკრეგორი თავის ხელს კარგად არ უვლის.
მოდი ახლა ოდნავ უსიამოვნოდ რეალურად შევაფასოთ მაკგრეგორის ამჟამინდელი MMA კარიერა. მისი ბოლო გამარჯვება იყო დონალდ სერონისთან პირველივე რაუნდში, რომელსაც მე საერთოდ არ ვუთვლი გამარჯვებად, იმიტომ რომ კაუბოი იყო პენსიაზე გასული უკვე ფაქტიურად მაკგრეგორს ეჩხუბა და არანაირი კარგი ოპონენტი ოდნავაც კი არ იყო მაკგრეგორისთვის მაგ დროს. ანუ ეს მოგება შეიძლება საერთოდ არ ჩავთვალოთ მოგებად. არც წაგებად, მაგრამ ბრძოლად არ ჩავთვალოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს იყო warm-up ჭუბი. ხოდა თუ გამოვაკლებთ მაგ ბრძოლას, კონორ მაკგრეგორის ბოლო გამარჯვება არის 10 წლის წინ. ანუ სიგიჟე 10 წელია კარგი ბრძოლა არ მოუღია. ნუ კაი, რო ვთქვათ, 10 წელში ერთი აქ მოგებული, ეგეც შეიძლება ვთქვათ. ის ბრძოლა, რომელშიც ორმაგი ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა, როცა იდეალურს დაამარცხა. მაგის შემდეგ არაფერი არ მოხდა MMA-ის კარიერაში მაკგრეგორისთვის. ანუ რამდენი ხნის წინ და რაღაცა ვსაუბრობთ, წარმოიდგინეთ. ანუ 2016 წელს მოუგო იდეალურს. მაგის შემდეგ, 2 წლის შემდეგ მქონდა შემდეგი ბრძოლა, ანუ მაგამდე მაკგრეგორს ეჩხუბა გახსოვს, იქაც რა თქმა უნდა წააგო, მაგრამ იქ მოგებას არავინ არ თხოვდა, დიდი შოუ იყო, კარგი სანახაობა იყო და იქ გადავდოთ გვერდზე. MMA-ში ვისაუბროთ. იდეალურსის მერე. ეს იყო 2016-ში იდეალურსი. 2018-ში ხაბიბთან დამარცხდა. 20-ში მოუგო ბეპერ კაუბოის. შემდეგ 20-21-ში პორიემ დაანოკაუტა. 20-21-შივე ფეხი მოიტეხა და მერე 5 წლის შემდეგ 20-26-ში ეს დაემარცხა. ანუ იდეალურსთან ბრძოლის მერე არაფერი არ მოხდა კარგი მაკგრეგორის MMA კარიერაში. ანუ 10 წელში 5 ბრძოლა, რომელიდანაც 4 წააგო და 2-ში ფეხი მოიტეხა, ან ფეხი იტკინა. ტრამვა მიიღო, კარგი ესე ვთქვათ. ესა მაკგრეგორის ბოლო 10 წლიანი სტატისტიკა, 5 ბრძოლა 10 წელში. 4 მარცხი, 2 ტრამვა. და სამწუხაროდ რომ ესე გამვითარდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ ვნახეთ რეალურად ბოლომდე პოტენციალის 80%-იც კი, даже მგონია რომ 60-70%-იც კი ვერ ვნახეთ მაკგრეგორს რა პოტენციალი ჰქონდა, ანუ კარიერის მხრივ და არა იმ ინდივიდუალურ ბრძოლებში. რა თქმა უნდა, გულშემატკივრის დიდ ნაწილს უნდა რომ კიდევ დაბრუნდეს მაკგრეგორი და აი კიდევ გვაჩქოს ერთი შოუ, მაგრამ ამ სიტუაციას შევხედოთ. არის 37 წლის ტიპი, 37 წლის მუხ დაზიანებული ადამიანი, რომელსაც 5 წელი არ უბრძოლია. ძალიან რთული წარმოსადგენია აქედან კარგი დაბრუნება, ან უბრალოდ დაბრუნებას კი. თქვენ რას ფიქრობთ, აი ობიექტურად რო შევაფასოთ. უნდა დაბრუნდეს აქედან კიდე, ანუ კიდე შეეცადოს რომ კიდე ერთი ბრძოლა ჩაატაროს თუ უნდა შეეშვას უკვე MMA კარიერას და პენსიაზე გავიდეს MMA-ის მხრივ. თუ ფიქრობთ რომ უნდა დაბრუნდეს, ვისთან იხილავთ მის ბრძოლას და აი როგორ გესიამოვნებათ ახლა რომ მაკგრეგორის კარიერა გამვითარდეს. ანუ ამას იმიტომ ამბობ, თუ ეს დაზიანება მართლა ჯვარდინის გაწყვეტაა და თან ჯვარდინთან ერთად მენისკიც დაიზიანა, ძალიან რთული რეკავერი პროცესია, ანუ იმიტომ რომ გამოცდილები დავიცი, სრული გაწყვეტა მქონდა ჯვარდინის და ურთულესი რეაბილიტაციის პროცესია. ნუ მაკგრეგორს რა თქმა უნდა, საშუალება აქვს რომ გაცდებდეთ რომ მაღალ დონეზე მოხდეს ყველაფერი, ფინანსებიდან გამომდინარე, საუკეთესო ტიპის აღდგენა შეუძლია მოიწყოს, მაგრამ მაინც ორგანიზმის ძალიან რთულია, იმ ტრამვას და იმ ტკივილს ფული ვერაფერს ვერ უზავს. იმ აღდგენის პროცესს გულისხმობ. ანუ თუ მართლა ჯვარდინის და მენისკის დაზიანება 37 წლის კაცს კიდე მაქედან დაბრუნება რომ კიდე კომპეტიტივ ჯგუფში იყოს ესეთ მაღალ დონეზე მგონია რომ გაუჭირდება. დღესაც სულ ეს იყო, დამიწერეთ თქვენი აზრები ამ მთლიან ამ სიტუაციის შესახებ და კიდე რაზე გესიამოვნებთ ვიდეო. აბა კარგად.